თავი მე-18. შეიყარა ისრაელიანთა მთელი საზოგადოება სილუამში და დადგეს იქ სადღესასწაულო კარავი. მათ წინაშე დამორჩილებული იყო ქვეყანა. 7 შტო დარჩა ისრაელიანებში, რომელთაც არ ჰქონდათ გამოყოფილი სამკვიდრო. უთხრა იესომ ისრაელიანებს: რას უცდით, რატომ არ მიდიხართ იმიწის დასამკვიდრებლად, უფალმა თქვენი მამა-პაპის ღმერთმა რომ მოგცათ? თითო შტოდან 3-3 კაცი ამოარჩიეთ და მე გავგზავნი მათ. ადგნენ და მოიარონ ქვეყანა, აღწერონ იგი სამკვიდროების მიხედვით და დაბრუნდნენ ჩემთან. 7 ნაწილად დაინაწილეთ, იუდა თავის საზღვარში დარჩეს სამხრეთით, იოსების სახლიც დარჩეს საზღვარში ჩრდილოეთით. აღწერეთ ქვეყანა 7 ნაწილად და აქ მომახსენეთ. მე გიყრით წილს აქ, უფლის თქვენი ღმერთის წინაშე. ლევიანებს არ ექნებათ წილი თქვენ შორის, რადგან უფლის მღვდლობაა მათი სამკვიდრო. ხოლო გადმა, რეუბენმა და მენაშე შტოს ნახევარმა მიიღეს თავთავისი სამკვიდროები იორდანეს გაღმა აღმოსავლეთით, როგორც მისცა მათ მოსემ უფლის მორჩილმა. ადგა და წავიდა ხალხი. ასე დაარიგა იესომ ქვეყნის აღსაწერად მიმავალნი. წადით მოიარეთ ქვეყანა და აღწერეთ იგი და დაბრუნდით ჩემთან, ხოლო მე აქ წილს გიყრით თქვენ უფლის წინაშე სილუამში. წავიდა ხალხი, მოიარა ქვეყანა, ჩაწერა იგი წიგნში ქალაქების მიხედვით 7 ნაწილად და დაბრუნდა იესოსთან სილუამის ბანაკში. უყარა მათ იესომ წილი სილუამში, უფლის წინაშე და დაუნაწილა იქ იესომ ქვეყანა ისრაელიანებს ნაკვეთებად. ეყარა წილი ბენიამინის შტოს მისი საგვარეულოების მიხედვით. წილად ხვდა საზღვარი იუდეელთა და იოსებიანთა შორის. იორდანიდან იწყება მათი ჩრდილოეთის საზღვარი. ადის საზღვარი იერიხონისკენ ჩრდილოეთით, მიუყვება მთას დასავლეთისკენ და წყდება ბეთავენის უდაბნოში. აქედან ლუზისკენ. ლუზის ანუ ბეთელის სამხრეთით გადის საზღვარი და ეშვება საზღვარი ყატაროთ ადარისკენ, მთაზე, რომელიც ქვემო ბეთხორონის სამხრეთით არის. უხვევს საზღვარი და მიემართება დასავლეთისკენ მთის სამხრეთ კალთებზე. ბეთხორონის გასწვრივ რომ არის სამხრეთით და წყდება კირიათ ბაყალთან ანუ კირიათ იეყარიმთან, იუდაელთა ქალაქთან. ეს დასავლეთი მხარეა. სამხრეთი მხარე იწყება კირიათ იეყარიმის ბოლოდან და მიემართება საზღვარი დასავლეთისკენ და აღწევს ნეფთუახის წყაროებამდე. ეშვება საზღვარი მთის ბოლოსაკენ, ჰინომის ძეთა ვაკის გასწვრივ რომ არის, რეფაიმების ველზე ჩრდილოეთით და ეშვება ჰინომის ვაკეზე იებუსელის სამხრეთით და ისევ ეშვება ყენ როგელამდე. უხვევს ჩრდილოეთიდან და გამოდის ყენ შემეში. მიდის გელილოთისკენ ადუმიმის მაღლობის გასწვრივ რომ არის და ეშვება რეუბენის ძის ბოჰანის ქვასთან. ჩრდილოეთის მხრიდან მოუვლის ყარაბას და ეშვება ყარაბაში. გადის საზღვარი ბეთ ხოგლასთან ჩრდილოეთით და წყდება საზღვარი მარილოვანი ზღვის ჩრდილოეთ ყურესთან იორდანეს სამხრეთ ბოლოსთან. ეს არის სამხრეთი საზღვარი. იორდანე აღმოსავლეთ საზღვრავს. ეს არის ბენიამინის სამკვიდრო გარე შემოსაზღვრებით მათი საგვარეულოების მიხედვით. ბენიამინის შთამომავალთა ქალაქები მათი საგვარეულოების მიხედვით იყო: იერიხონი, ბეთ-ხოგლა და ყემეგ კელიცი, ბეთ ხაყარაბა, სემარაიმი და ბეთელი, ჰაყავიმი, ჰაფარა და ყოფრა, ქეფარ ყამონაი, ყოფნი და გაბა, 12 ქალაქი მათი დაბებითურთ, გაბაონი, რამა და ბეეროთი, მიცფე, ქეფირა და მოცა, რეფემი, ირფელი და თარალა, ცელაყი, ელეფი, იებუსი ანუ იერუსალიმი, გიბყათი, კირიათი, 12 ქალაქი მათი დაბებითურთ. ეს არის ბენიამინის ძეთა სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით.